გუშინ საღამოს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით მოქალაქეების დაკავება გრძელდება. ინფორმაციები სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება, თუმცა ოფიციალური განცხადება რამდენი პირი ამ დროისთვის დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზა დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე გადაკეტეს. პარლამენტის მოპირდაპირედ განლაგებულმა სამართალდამცავებმა მოქალაქეები პარლამენტის წინ დააბრუნეს და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ უკვე სამანქანო გზა დროებით გაიხსნა, თუმცა პროტესტის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე საგზაო მოძრაობა მაინც შეეზღუდეს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა მოქალაქეებს გზის გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს, რასაც მომიტინგეების მხრიდან მოჰყვა შეძახილები. 1 საათის შემდეგ კი პროტესტის მონაწილეებმა გზა საკუთარი ნებით გახსნეს. არა, ხატია, მე პირველი შემთხვევა ხო არ არის, ჩვეულებრივ დავალებას ასრულებენ, ფულს იღებენ ამაში. თქვენ იცით, რომ გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, გარედან ხდება მითითებების მიცემა თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვინც დაარღვევს კანონს და წავა კანონის წინააღმდეგ, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. თქვენ იცით, რომ კანონი გამკაცრებულია, პირველ ჯერზე დამრღვევი იხდის ჯარიმას და რამოდენიმე დღიანი სასჯელი არის, ხოლო თუ იგივე განმეორდება და იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს და მაგალითად გადაკეტავს გზას, ამას მოყვება კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისი რეაგირება.